ახლა კი დავიწყოთ. დავიწყოთ ნამდვილად საქართველოში ქვევრის ღვინის დაყენება რომ 8000 წლის წინ დაიწყო ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით და საამაყო ამბავი არის და ეს ტრადიცია დღემდე რო გრძელდება ეს არის კიდევ უფრო განსაკუთრებული ჩვენთვის თითოეული ქართველისთვის. ქვეყნის ისტორიაში ქვევრსა და ქვევრის ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ქვევრი მხოლოდ ღვინის ჭურჭელიც არ არის. ის ერის იდენტობის ნაწილი და ღვინის მიღების უნიკალური საშუალება იყო და არის რა თქმა უნდა დღემდე. სწორედ ამ ფაქტის გამო 2013 წელს იუნესკომ ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. გასულ წელს კი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივით ქვევრის საერთაშორისო დღე დაწესდა. ამ დღის მთავარი მიზანია ქართული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია. ჩვენი სტუმარია ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი ქეთი ჯურხაძე და ახლა მასთან ერთად უნდა განვაგრძოთ საუბარი. მე გადმოვალ ქალბატონო ქეთი თქვენ და თუმცა ავტოზაკ აუცილებლად ჩაგვერთოთ. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ თემაზე ბევრი კითხვა გექნებათ თქვენს ქალბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის. მე მაყურებელს მოვახსენე რომ დაწესებული არის ასეთი დღე. პირველ რიგში ალბათ საინტერესო რატომ დაწესდა ეს დღე კოლეგების სომელიეთა ასოციაციის მიერ მიზანი რა იყო ამ შემთხვევაში? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და რაც შეეხება ქვევრის ღვინოს, ეს არის რეალურად ქართული ღვინის მაინც იდენტობა, ჩვენი ისტორიის ნაწილი და ზუსტად ამიტომაც დაარსდა ეს დღე, რაც ნამდვილად კარგი ინიციატივა იყო სომელიეთა ასოციაციის მხრიდან, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ქვევრის ღვინის ტექნოლოგია, დაყენების ტექნოლოგია არის უნიკალური, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ზუსტად ამ ფაქტს, რომ ქვევრი არის მაინც ქართული იდენტობა. კი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ანალოგი, თიხის ჭურჭელი, არ ვართ ამით რაღაც ძალიან განსხვავებულები, მაგრამ ის როგორც ჩვენ ვაყენებთ ღვინოს, ეს ნამდვილად არის განსხვავებული და ამიტომ გვიჩნდება ამბიციაც, რომ ქვევრი არის ჩვენი და ამიტომაც უნდა იყოს, ასე რომ თქვა, წარმოდგენილი იყოს როგორც ქვევრის დღე, რომელიც მაინც უნდა მოდიოდა საქართველოდან, მე ასე ვფიქრობ. თქვენ ახსენეთ, რომ ჭურჭლის თვალსაზრისით შეიძლება არსებობდეს გარკვეული მსგავსებები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინო რა ჭურჭელში მზადდება და ეს ახლა მე მგონი ქართველებისათვის ძალიან ნაცნობი თემაა და ყველა ვიცით. თუმცა აქვე ახსენეთ ტექნოლოგია, ხო? რითი არის რაში გამოიხატება ეს უნიკალურობა? კიდევ ერთხელ კაფიოდ რომ ახსნათ. ზოგადად ქართული ღვინის უნიკალურობა ბევრ რამეში ჩანს. პირველი ის არის ალბათ ყურძნიდან დავიწყებ, იმიტომ რომ ყველა ღვინო მაინც ყურძნიდან მოდის და ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ქვეყანა ვარ, სადაც ამდენი ყურძნის ჯიში გაგვაჩნია და არის ყველა ჩვენი ავთენტური, რო იტყვიან, ენდემური, რაც ძალიან გვიამაყება და ეს არ არის მარტო საღვინე ჯიშები, არის სასუფრე ჯიშებიც, რომელიც ასევე ჩვენია და რა თქმა უნდა ეს გარკვეულ სიამაყეს იწვევს. 525 ჯიში, რომელიც დღესდღეობით აღიარებულია, ცოტა ნამდვილად არ არის ისეთი პატარა ქვეყანისთვის, როგორც საქართველოა. ამას ემატება დაყენების ტექნოლოგიაც, რომელიც უკვე მსოფლიოში არის ესეც აღიარებული, არის კახური და არის იმერული. რაც ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ერთ პატარა ქვეყანას აქვს ორი კატეგორიის ღვინო და ორი მეთოდი დაყენების. და კლასიკურ ღვინოზეც არის ხოლმე საუბარი, ეს კიდევ საკითხავია, მეღვინეები ამბობენ, ეს ნამდვილად ქართული, მას ნამდვილად ფრანგულია თუ ქართულია, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულებაც ხო, რა თქმა უნდა ჩდება და ამაც ირონიით ხშირად ვამბობთ ხოლმე, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ქვევრის ღვინოს, ნამდვილად განსხვავებულია, იმიტომ რომ 6 თვე ჭაჭაზე სრული მაცერაცია დავარგება, ეს არის ის მისი თვისება, დამახასიათებელი, რაც ოდითგანვე ისტორიულად მოგვდევს. თუმცა რა თქმა უნდა დროსთან ერთად და ბაზრის მოთხოვნიდან ერთად გარკვეულწილად რაღაცები შეიცვალა, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ამაზეც კამათი, რომ თუ ქვევრის ღვინოა, მაშინ რატო არ არის ისეთი მუქი ქარვის ფერი, ისეთი ძლიერი ტანინებით, როგორც უნდა იყოს და რატოა შედარებით მსუბუქი დღეს. და მე სულ ვამბობ ხოლმე, თუ იმერულს მივხედავთ, მაშინ ის თავისთავად ბევრად უფრო ნაზი და თხელი გამოდის, ვიდრე კახური ქვევრის ღვინო და აქედან განსხვავებებიც თავისთავად არის და ბაზარიც თავისას ითხოვს, რა თქმა უნდა. თუმცა ფეხი უნდა ავუწყოთ ამ თუმცა ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ იდენტობას ვინმე კარგავს. ამას ძალიან დიდად ხელს უწყობს თვითონ მარნებიც, როგორც მცირე, ისე დიდი მარნებიც, იმიტომ რომ ეს იდენტური, რაც არის, ნამდვილად არის შენარჩუნებული. ქალბატონ ქეთი, 8000 წლის წინ დაწყებული ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება და ეს არის მართლაც შთამბეჭდავი და
ზოგადად მეც ვისთანაც მქონია შეხება უცხოელებთან ყოველთვის აღნიშნავენ გაოცებას აი ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ თქვით რომ 525 სახეობა არსებობს, საიდანაც მიიღება ღვინო და მართლაც ეს არის საოცარი მონაცემები. მე მაინტერესებს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მსოფლიოში რამდენად პოპულარულია, როგორი არის შეფასებები და რა ადგილი უჭირავს ჩვენს ქვევრის ღვინოს? ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვაა ხოლმე სიმართლე რომ ვთქვა, იმიტომ რომ საერთოდ ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენო. თუმცა მაინც დავა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ღვინო ხშირად მიბრაზდებიან ხოლმე ამას როცა ვამბობ, მაგრამ მაინც თავს მივცემ უფლებას და მაინც შემაზრზე დავრჩები. ღვინო მაინც მოდაა, გემოვნებაც მოდაა. და აქედან გამომდინარე ფეხის აწყობა ზუსტად ამიტომ ხდება, ხო? ეს რომ არ იყოს მოდა, მაშინ დარჩებოდა ისეთი როგორიც იყო და წლების მერეც ირჩებოდა და იქნებოდა ისეთივე როგორიც იყო თუნდაც 8000 წლის წინ. თუმცა ესეც არ ვიცი ზუსტად რანაირი იყო 8000 წლის წინ, მაგრამ თუ გავიხსენებთ როგორ დაიწყო ქვევრის ღვინის აღორძინება თავიდან საქართველოში და თუ დავინახავთ და გავიხსენებთ რამდენად ტანინიანი ძლიერი ღვინოები იყო, რაღაც წესად იყო, რომ აუცილებლად ჭაჭაკლერძზე დაყენებული უნდა ყოფილიყო. დღესდღეობით ეს ასე აღარ არის. ქვევრის სახელი ქვია, მაგრამ ნაზი გახდა უფრო დახავერდოვანი ტიფეტანინები. იმიტომ ვიღაცამ ჭაჭა მოაკლო, ვიღაცამ კლერტი მოაკლო, ამას არ გიშლის, რა თქმა უნდა, წარმოება, ეს არის მეღვინის ხელოვნება, ასე ვიტყოდ. ამიტომაც თავისთავად არის ესეთი სირთულეებიც გარკვეულწილად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ წეგანაც აღნიშნე ამ იდენტობას კარგად. და კვების კულტურაც კი შეიცვალა, რასაკვირველია. ყველაფერი იცვლება და ამიტომ ფეხ ვუწყობთ ტექნოლოგიებშიც, ასე რომ თქვა და გემოვნებაშიც, იმიტომ რომ ბაზარი თავისას მოითხოვს. ეს როცა შენთვის აყენებ ღვინოს, ცალკე თემაა, შეიძლება იყოს ძალიან ძლიერიც, ძალიან ტანინიანიც, იფიქრო მომავალზე როგორ დაძველდება ეს ღვინო, როგორ დავარგდება, როგორ განვითარდება, მაგრამ ბაზარი ამას არ გაცლის უბრალოდ, მას უნდა დღეს და ამ ის რაც ასხია ჭიქაში. და ამ ბაზარზე ჩვენ რუკაზე საფუძვლიანად ვართ წარმოდგენილები და საკმაოდ საფუძვლიანად, რაც ძალიან სასიამოვნოა და რაც ძალიან ესეთი შთამბეჭდავია ხოლმე, განსაკუთრებით კონკურსებზე როცა მიდიხარ და ხვდები იმას, რომ საქართველოს როცა წარადგენ და საუბარს იწყებ ღვინოზე, ძალიან სასიამოვნოა, როცა იძახიან ქართულ ჟიურის წევრებს, როცა ხვედავენ ხოლმე, რომ ქართულ ღვინოზე ჯობია მათ ვკითხოთ უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ვისაუბროთ. და ნებისმიერ რაღაც სადაო საკითხში ყოველთვის მოდიან და გვეკითხებიან ხოლმე და ეს რაღაც სიამაყის განცდასაც გაძლევს თავისთავად. აი არასდროს არ დამოვიწყდება, მაგალითად ბორდოში, სადაც ყველაზე დიდი მუზეუმი არის ღვინის მსოფლიოში, იქ განსაკუთრებული ადგილი აქვს საქართველოს და იქ აღინიშნება, რომ ყველაზე ძველი კულტურა სწორედ საქართველოსთან მოდის და ქართული ქვევრი ძალიან თვალსაჩინოდ არის იქ წარმოდგენილი. თქვენ ახსენეთ იმერული და კახური ღვინოები. აი კახეთში რა თქმა უნდა ყველა ოჯახში ყენდება ეს ღვინო და სხვათა შორის კახელები როცა უნდათ რომ უთხრან ერთმანეთს საიდუმლო არის ესეთი გამოთქმა ეს ქვევრისთვის ეს ნიშნავს რომ როგორც ქვევრში არის დაცული ღვინო ტემპერატურულად სანდოობის კუთხით როგორც ქვევრში გეუბნების საიდუმლოდ ხო ანუ ეს ქვევრი აი რაღაცის თქმა რომ მინდა უნდა გითხრა ეს ქვევრისთვის რომ ეს საიდუმლო შეინახება უმაღლეს დონეზე. ესე იგი ამას მეუბნებოდა ზაკი გუშინ რაღაც ამბავს მიყვებოდა და ეს ქვევრისთვისო და რა ქვევრისთვის თქო ვერ გავიგე. აი ამ გადაცემა კახელი რას გულისხმობდა. კადე შეგვიძლია რომ ეს საიდუმლოსთვის მეგობრებსაც გაუზიაროთ ხო. აი ეს მინდოდა მე თქვა დრო იცვლება მასთან ერთად ყველაფერი, მაგრამ ქვევრი რჩება. და აი ეს დროსთან ერთად ის რომ ის მნიშვნელობას არ კარგავს და ჩვენს დღევანდელობაში არ დგას საკითხი რომ ქვევრი ჩანაცვლდება თუ არა ვთქვათ კასრში დაყენებული ღვინით. აი ქვევრის სიცოცხლის უნარიანობაზეც რომ ვთქვათ რამდენიმე სიტყვით. გააჩნია რას გულისხმობთ ღვინოს ღვინოსში რა როლი ალბათ ეს არ შეიცვლება. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სხვაობაა ამ ორ რამის შორის. ეს როგორ გითხრათ, თვითონ რაც ჭურჭელი უცვლელი დარჩება, რა თქმა უნდა, ეს არ შეიცვლება არასდროს და მე სულ ვამბობ, რომ ალბათ ეს კიდევ შენად უფრო კარგად რო აღიქვა და შეიგრძნო ორი რამ უნდა ნახო ადამიანმა შენსავე ქვეყანაში. ერთი არის ვარძია, სადაც უნდა ჩახვიდეთ და ნახოთ აი ეს ძველი ქვევრები, განსაკუთრებით არის ერთი დარბაზი, რომლის ნახვის ასე რომ ვთქვათ, პატივით მერგო, წილად, სადაც თუ არ მეშლება 25 ქვევრია აღმოჩენილი და ეს არის უნიკალური სანახავი.
და მეორე რაც აუცილებლად უნდა ნახო ადამიანმა, ეს არის ალავერდის მონასტერში დაცული ქვევრი, რომელიც თუ არ მეშლება არის მე-6 საუკუნის და ამ ქვევს რო ნახავ ადამიანი ალბათ კითხვა გაგიჩნდება. მე მიჩნდება, როცა ამ ქვევს ნახულობ ხოლმე, პირველსავე ნახვაზე დამეპატა ეს კითხვა, თუ ჩვენ ვითვლებით, რომ განვითარდით, მაშინ მათ რაღა ერქვათ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ალავერდის მონასტერში არსებული ეს ქვევრი არის ქვევრის ფორმის უნიკალური მაგალითი, იმიტომ რომ ეს არის საოცარი ფორმა, საოცარი ნამუშევარი, არ ვიცი, ეს გლუვი არანაირი ხავმას არ აქვს, კითხვაც არ დაგებადება, მას ჭირდება თუ არა საერთოდ გასანთვლა, რაზეც ძალიან ხშირად მიდის ხოლმე საუბარი და ეს ნამდვილად სასწაულია. ამიტომ აი ეს ვერაფრით ვერ შეიცვლება. პირიქით, ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ქვევრის ფორმის ჭურჭლის გაკეთება, თუნდაც უჟანგავი ფოლადით, თუნდაც ისევ ბეტონით, ანუ სპეციალური მასალით ჩამოსხმა, ანუ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა და აძლევენ ამ ქვევრის ფორმას, იმიტომ რომ ქვევრის ფორმა არის ძალიან უნიკალური, რომელიც ძალიან კარგად უწყობს თვით ფილტრაციას ხელს. რაც შეეხება ღვინოს, ღვინო რა თქმა უნდა ესე ტალღად იქნება ცოტა დაიხვეწება, მე ალბათ დრომოვა ისევ საწყის დავუბრუნდებით, როგორც წეღან ვახსენე მოდასავით, რომელიც 12 წელიწადში ერთხელ ტრიალებს. ამიტომ ამისი დავიწყება ფიზიკურად წარმოუდგენელია და მე ვთვლი, რომ ჩანაცვლებაც ვერასოდეს ვერ მოხდება, იმიტომ რომ მეღვინეობის ისტორიას თუ ღრმად ჩავხედავთ და წლების იქითაც წავიკითხავთ, ყოველთვის უბრუნდება საწყის ადამიანი და სულ ვიძახი, რომ ადამიანი ყოველთვის თავის ფესვებს უბრუნდება და ეს ჩვენი ფესვებია, ამიტომ მათგან შორს ვერსად ვერ წავალთ. ძალიან დიდი მადლობა, ეს ნამდვილად ჩვენი ფესვებია. ღვინის საერთაშორისო ექსპერტი კეთი ჯურხაძე იმყოფებოდა ჩვენთან ერთად და მადლობა საინტერესო მიმოხილვისათვის. დიდი მადლობა ქალბატონ კეთი. მოდით ამთა დაგვიბრუნდი, ესე იგი. ვიბრუნდებით. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა და ბევრი რამ გავიგეთ და მართლაც უნიკალური არის თითოეული